მოგესალმებით, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მობრძანებისათვის. პირველ რიგში მე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს დაემთხვა ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, 10 დეკემბერი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. მოგილოცოთ და სწორედ სიმბოლურია, რომ დღეს იმ ადამიანებზე უნდა ვისაუბროთ, რომელიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ამ ეტაპზე სახელმწიფოს ხარდაჭერას და სუბსიდირებას. მე მინდა შეგახსენოთ და გითხრათ ჟურნალისტებს მით უმეტეს, რომ კარგად გახსოვთ ეს სიტუაცია, როცა დიდში დაიწყო პროცესები და რუსეთის მიერ ოკუპაცია, ჩვენი ორგანიზაცია პირველი იყო, რომელიც ჩავიდა და გააპროტესტა აღნიშნული ოკუპაციის ფაქტი. დროშების და ბანერების ზედმეტი ფრიალის გარეშე ჩვენ ჩავედით, გავაპროტესტეთ და იმედი მოუწოდებები გავაკეთეთ ხელისუფლების მიმართ, დროულად დაწყებული იყო დეოკუპაციის პროცესი. მაშინ გახსოვთ, რომ ეს იყო კოჰაბიტაციის პროცესი ეგრეთ წოდებული და ორხელისუფლებიანი საქართველოში. თუმცა მიუხედავად ამისა, ველოდებოდით ხელისუფლების ქვეით ნაბიჯებს, მიუხედავად ამისა, დღემდე მიმდინარეობს ოკუპაციის პროცესი. დღემდე დგას ეს საკითხი საქართველოში მწვავე პრობლემად და მას დაემატა შემდგომ მდვანი. გაცნობთ, რომ ჩვენი ორგანიზაცია აქტიურად ჩართული არის იმ ადამიანებთან ურთიერთობაში, რომლებიც რუსული აგრესიის ოკუპაციის შემდეგ ტერიტორიული საზღვრის, ეგრეთ წოდებულ საზღვრის უკან დარჩნენ და მე მინდა გესაუბროთ დღეს არა ოკუპაციისა და დეოკუპაციის საკითხებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოს პრიორიტეტულად უნდა იყოს დასახული, თუმცა სამწუხაროდ დღეს უკვე ეჭვმეპარება ამ ყველაფერში. დღეს მინდა გესაუბროთ იმ პრობლემებზე, რომელიც იმ ადამიანებს ეხება და ეს არის საყოფაცხოვრებო ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, რომელიც ოკუპაციის შემდეგ ჩვენს ტერიტორიაზე, უბრალოდ ტერიტორიის ჩვენ ტერიტორიაზე ადამიანებს ეხებათ. გაცნობთ, რომ ამ ადამიანების ერთ-ერთი შემოსავლის წყარო გახდათ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორია, რომელზეც სხვადასხვა თქვათ ხეხილის თუ სხვადასხვა პროდუქტის მოყვანის შესაბამისად ისინი ირჩენდნენ თავიანთ თავს და ოჯახებს. დღეს ისინი დარჩენილი არიან ყოველნაირი შემოსავლების გარეშე და მათი ეკონომიკური მდგომარეობა ძალიან მძიმეა. გუშინაც ვესაუბრეთ სოფელ დვანში მოსახლეობას, აქვს საკმაოდ მძიმე პრობლემები და ხელისუფლებისგან არავითარი დახმარება და არც იმედი უკვე რამდენიმე თვეა გასული და მათთან არავინ კომუნიკაციაში არ იმყოფება. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ინიციატივა, ჩვენი ორგანიზაცია, არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრი მიმართავს ხელისუფლებას კატეგორიული მოთხოვნებით უკვე ვინაიდან რადგანაც ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ მათ ვაცალეთ ყველა პოლიტიკური პროცესი ჩაეტარებინა წარმატებით, ეს იყო უკვე ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები და დროა უფრო მეტი ყურადღება დაუთმოთ პრიორიტეტულ ამ ადამიანებს. მივმართავთ ამ შემთხვევაში ბატონ ხადურს, ფინანსთა სამინისტროს დააყენოს საქართველოს პარლამენტის წინაშე ინიციატივა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის კონკრეტული მოხდეს ამ ადამიანების სუბსიდირება, რომ ხელისუფლებამ უფრო მეტად შეძლოს, მათ შორის ადგილობრივმა ხელისუფლებამაც მათთვის კონკრეტული სუბსიდიების განხორციელება. რადგან არავითარი დახმარება აქამდე არ განხორციელებინა, იქამდე მაინც ვიდრე მოხდება თქვა სტატუსის აღდგენა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ამ რეგიონებში. ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ დვანს, ეს ეხება დიდ და ყველა ოკუპირებულ რეგიონის მდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ქართულ მოსახლეობას, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველოსის უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს პრიორიტეტული. ამასთან ერთად მე მინდა გითხრათ თქვენ ერთ-ერთი პრობლემის შესახებ, რომელიც არის გათბობის სისტემები. გუშინ რაც მე მინდა საზოგადოებიდან წამოსული პრობლემის შესახებ გესაუბრო და საზოგადოებას გავაცნო, ასევე ხელისუფლებას აქედან გამომდინარე მიმართო რეკომენდაციების. ელემენტარული გათბობის პრობლემა აქვს ამ ადამიანებს. მე ვსაუბრობ შემოსავლებზე, რომელიც დამოკიდებული იყო სწორედ იმ მიწის ნაკვეთებზე, რომელიც დღეს ოკუპირებულია რუსული მხარის მიერ და იქ გადასვლა, რა თქმა უნდა, მოგიხსენება თქვენ შეუძლებელი ამ ადამიანებისაც ეგრეთ საზღვრის ეგრეთ წოდებული საზღვრის დარღვევა და მოქმედებს კონკრეტული სანქციები რუსული მხარის მიერ. არ აქვს გათბობის საშუალება, არც შემოსავლები აქვს რომ შეიძინონ ხე მასალა დიახ არა, გეტყვით, რომ სოფელ დვანში არავითარი შეშის დახმარება არ ყოფილა. დაიწყეს გაზის მილების შეყვანა, თუმცა როგორც ადგილობრივი მოსახლეობა გვეუბნება იგივე კომპანიების მიერ ნათქვამს სიტყვას, ეს განხორციელდება გაზაფხულის პერიოდისათვის და მე მაინტერესებს რითი უნდა გათბეს, რითი უნდა ირჩინოს თავი და როგორ უნდა შეხვდნენ ამ ცივ ზამთარს აღნიშნული მოსახლეობა, რომელიც საერთოდ ერთი ლარი შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილები. ასევე მე მინდა მათი მოსაზრებები გაგანდოთ იმასთან დაკავშირებით, რომ დაცვის კუთხესა არიან აქ პირადად შეხვდი ადამიანებს, ახალგაზრდები, რომლებიც მზად არიან თავიანთი საზღვარი დაიცვან, ეგრეთ წოდებული საზღვარი დაიცვან არანაკლებ ვიდრე ეხა ახორციელებს სხვადასხვა რეგიონიდან თუ თბილისიდან ჩასული ჩვენი ქართული სამხედროები. მათ აქვს ჯარი გავლილი, რამდენიმე ახალგაზრდა შეხვდი, რომელიც არის თქვათ სპეციალური სამსახურის სწავლება გავლილი და მზად არიან რომ დაიცვან. იქნებ სახელმწიფო ამითაც დაეხმაროს ამ ადამიანებს, რომ დასაქმების პრობლემა, ამდენი პრობლემა მათ სოციალური და საყოფაცხოვრებო პრობლემა აქვს შექმნილი და იქნებ ხელი შეუწყოს, რომ დაასაქმონ და თავიანთი საზღვარი, ეგრეთ წოდებული საზღვარი სამწუხაროდ
დააცვევინოს იმ ადამიანებს, იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ad არიან დაიცვან და არავის ნაკლებად გეტყვით, სწორედ შეშის მიტანა დახმარება არის ვისაგან ნაჩვენებად თითქმის ყველგან არის დახმარება შეტანილი ამბობ. მე არ მინდოდა მე საუბრა ამ თემაზე, რადგან მე საუბრობ დღეს თქვენთან მოვედი პირნათელი თვითონ საზოგადოების ინიციატივით. თქვენ შეგიძლიათ გადაამოწმოთ, ჩაბრძანდეთ, მე რამდენიმეჯერ ვიყავი ჩასული, პლუს გუშინ საღამოს ვესაუბრე იქ რამდენიმე მოსახლეს. რეალურად განხორციელდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია იყო ჩასული და კონკრეტული, მაგრამ აქ საუბარია სუბსიდიაზე, უნდა არასახელმწიფო სუბსიდიაზე, დაახლოებით 20 ოჯახის მიმართ. ვინც ყველაზე ყოჩაღი აღმოჩნდა, მან მიიღო ამ ორგანიზაციების დახმარება. რეალურად მე თქვა გარანტიას ვიძლევით ჩემს სიტყვებზე, რომ სოფელ დვანში კონკრეტულად არავითარი სუბსიდია არ განუხორციელებია ხელისუფლებას, არც დეპუტატი არის იქ აქტიური, არც ადგილობრივი ხელისუფლება გამოუჩენია. ამის გარდა იმასაც გეტყვით, რომ ელემენტარულად სახურავები აქვს დაზიანებული და წვიმა ჩამოსდით მათ სახლებში. დაბომბვის პერიოდში, ომის პერიოდიდან მოყოლებული, იგივე პრობლემები აქვს დღესაც. აქ საუბარია ხალხო აბსოლუტურ ყურადღებაზე და თუ ხელისუფლება ვესაუბრება რომ ბიუჯეტში პრობლემებია და ბიუჯეტს მე მინდა უთხრა მას შესაძლებელია ძალიან მარტივად ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით მოხდეს პარლამენტის თქვა შესაბამისი აქტის საფუძველზე ცალკე მუხლის დათმობა იქამდე ვიდრე სტატუსი თქვა არ იქნება აღდგენილი და ტერიტორიული მთლიანობა არ იქნება აღდგენილი. ამის გარდა კრიტიკული და შემიძლია შეოფას სიტუაცია თუ ბიუჯეტი იძლევა მის საშუალებას რომ გარკვეულმა საჯარო მოსამსახურეებმა თვეში 3 ჯერ მიიღონ 10,000 ლარის ოდენობის პრემია ძალიან მარტივად შეიძლება ამ ადამიანების სუბსიდირება ამ მუხლების კონკრეტული მუხლის გამოყოფამდეც კი როცა 93,000 ლარიანი ჯიპებით სადაც მაცხოვრები არიან ჩადგმული მანქანებში ამით გადაადგილებიან ჩვენი თანამემამულეები რომლებიც საჯარო თანამდებობებზე მუშაობენ. თუნდაც რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ გიხსნით სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები რომელიც იყო ამ ოჯახების ერთადერთი შემოსავლის წყარო. დასაქმების პრობლემა მთელი ქვეყნის პრობლემაა და არა მარტო მთელი სოფლის პრობლემაა, მაგრამ რეალურად ამ ადამიანები თავის არჩენი იყო სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანა, მრავალწლიანი და ერთწლოვანი ნარგავები თუნდაც. ხე რომელთაც ისინი გადმოიტანდნენ იმ ოკუპირებული ტერიტორიიდან და თქვა ზამთარში მაინც შეერდნენ თავს. არაფერი აღარ შეუძლიათ. როგორ? რაც შეიძლება მეტი. ვერ გეტყვით. მე ხა გუშინ ველაპარაკე ქალბატონს, რომელსაც 7 შვილი ყავს, მრავალშვილიანი ოჯახია. სახელმწიფომ თავად უნდა განსაზღვროს, რამდენი შეუძლია დაეხმაროს და რამდენი ჭირდება თავის მოქალაქეს. თუ ამის განსაზღვრა არ შეუძლია, მე დავიქირავი სპეციალისტებს, მეგობრებს, რომლებიც დაამუშავებენ პროექტს და მიაწოდებენ ხელისუფლებას, თუ რამდენი ლარით შეიძლება თითოეული ადამიანის უზრუნველყოფა ამ ზამთრის პირობებში მაინც. ეს თვითონ სახელმწიფო შეუძლია, გვაქვს ინსტიტუტები, ეს არის ფინანსთა სამინისტრო და ჯანდაცვის სოციალური სამინისტრო. რა პრობლემა დაჟენდა ისაუბრონ. თავარია, დროულად დაიწყო ეს პროცესი. ძალიან დიდი უიმედობა და სამარცხვინო სიტუაცია, იმიტომ რომ ჩვენ თანამოქალაქეები, რომლებიც პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, დარჩნენ ღია წიშქვის ლამის პლუს ყველანაირი ხელისუფლების დახმარების გარეშე. ეს ძალიან სამარცხვინოა და ვფიქრობ, რომ დღევანდელი ბიუჯეტით ვიდრე განხორციელდება ბიუჯეტის სრულებები სახელმწიფო ბიუჯეტზე მაქვს საუბარი და არა ადგილობრივზე მარტო, შესაძლებელია მათი დახმარება. ცოტა მეტად თუ დავუზოგავთ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გათვალისწინებულ თანხებს. ეს იქნება პრემიერების წესით გათვალისწინებულ თანხებს, 10,000 ლარს მოიცავს თითოეული რამდენიმე საჯარო მოხელის მიმართ და ამასთან ერთად ის ჯიპები და ეს ფუფუნების ნივთების შეძენა, რომელიც ამ ქვეყნისთვის უკვე მართლა ფუფუნება და არა რეალური საჭიროება. შესაბამისად ხელისუფლება შეუძლია კმეთი ნაბიჯები განახორციელოს ის ვალდებულია ამისათვის. მაგრამ თუ იმ კუთხით მიუდგებით, რომ ერთ-ერთი იმედი ვანგას უკავშირდება ბიუჯეტთან მიმართებით, მაშინ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. მაშინ საკადრო პოლიტიკური ცვლილებები დაგვჭირდება და ის ადამიანები დაგვჭირდება, რომელიც ბიუჯეტს ვანგას აღარ მიანდობენ და ეზრუნებენ მოქალაქეებს. ეს არის ჩემი დამოკიდებულება. დვანში არ ჩარიცხო. დვანში არ ჩარიცხო. თუმცა 300 ლარიანი თქვა სუბსიდირებაც კი თქვენ წარმოგიდგენიათ ზამთარში ამდენად დაბალია, როცა აბსოლუტურად სხვა შემოსავალი არ არსებობს. როცა არაფერი არ არსებობს. საჭმლის ფული აღარ აქვს. ერთ-ერთი მიდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი ბოლოს იყო რამდენიმე დღის წინ აღრიცხეს თქვა რაღაც გადაითვალეს, მაგრამ რეალური საკითხები არ გადაჭირდა. ზამთარია, თოვლი მოდის და წვიმა ჩამოდის სახლებში. ეს ამ ადამიანების არაქმედუნარიანობის გამო არა, იმიტომ რომ სახს ვერ აკეთებენ. დაბომბვის გამო ხდა ეს ყველაფერი. ძალიან ბევრი პრობლემებია ხალხო. მე
სიამოვნებით იმას მისდებით და ერთად ჩავიდოდით თქვენთან ერთად დვანში. თუ ამას იტყვით თქვენ და თუ ამის ნება გექნებათ და ერთად მოუწოდოთ ხელისუფლებას კონკრეტული ქმედით ნაბიჯების გადადგმისაკენ. ის ვალდებულია ამისათვის. სიამოვნებით გავყვებოდით ან იმას მისდებით კიდეც, იმიტომ რომ ძალიან მეგობრული ურთიერთობები შევიძინეთ დვანელებთან უკვე. დღეს არის ძალიან დიდი პრობლემები დვანში. ბატონო? საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრი. და სწორედ აქედან გამომდინარე ყველაზე საზოგადოებრივი ინიციატივა ერთ-ერთი დღეს არის ეს, რომ აი ესეთი ადამიანები არ დავტოვოთ უყურადღებოთ. ძალიან დიდი მადლობა.